ქაშვეთის ეკლესიაში გამართული პანაშვიდის შემდეგ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები ოჯახებში გადაასვენეს. მომავალ კვირას მათ სამხედრო პატივით დაკრძალავენ. გვიანღამით ჰელმანდის პროვინციაში დაღუპული ქართული ჯარისკაცები საკუთარ სახლებში გადაასვენეს. ალექსანდრე კვიცინაძის ცხედარი გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში მიასვენეს. გმირის ცხედარს მთელი სოფელი დახვდა. მათთან ერთად იყვნენ რაიონის და სოფლის ხელმძღვანელი პირები. გარდაცვლეს მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა. ხალხის ძალიან პატივს. სიღარიბეში გაიზარდა. დარჩა ერთი შვილი და მეუღლე. მთელი სოფელი გწუხარდა. სალამართო გამოჯახების არამედ სრულად საქართველოს ტრაგედია ეს ვაჟკაცები თავის ქვეყანას ემსახურებიან ისინი მისიით იყვნენ მივლინებულები და დაიღუპნენ საბრძოლო ოპერაციის შედეგად ისინი ნამდვილი გმირები არიან. ავღანეთში ტერორისტების თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი კიდევ ერთი მებრძოლი ზვიად დავითაძე უკვე საკუთარ სახლში გადაასვენეს. სამრედის რაიონის სოფელ კვირიკეთში ქართველი სამხედრო სარიტუალო ასეულის წევრებმა მიასვენეს. ზვიად დავითაძე ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. მესამე კონტრაქტია. ერთი 4 წლიანი დაამთავრა, მეორე 2 წლიანი დაამთავრა და ახლა იყო 2 წელია გასულ მესამე კონტრაქტი. ხოდა ძალიან მშვიდობიანი, კარგი ადამიანი, ობლად გაზრდილი. 25 წლის ვლადიმერ შანავას ცხედარის გვიანღამით მიასვენეს წალენჯიხის რაიონში. ქართველი სამხედროები ავღანეთში 13 მაისს ბაზაშირგაზაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. ქართველი მებრძოლები ტერორისტებმა იმსხვერპლეს. ოჯახებში გადასვენებამდე ქართული მებრძოლების პატივის მისაღებად სამოქალაქო პანაშვიდი თბილისშიც გაიმართა. ცუდი ამინდის მიუხედავად კაშოთის ტაძარში სამძმარზე მისული მოქალაქეების ნაკადი არ წყდებოდა. სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად. კაშოთის ტაძარში მინისტრთა კაბინეტის თითქმის სრული შემადგენლობა იმყოფებოდა. ერთმან ახალ შეამყოფოს მათი სულები. ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია რომ გამოხატოთ ჩვენ პატივისცემა მთლიანად თელმა ქვეყანამ, მთავრობამ, ნებისმიერმა მოქალაქემ და ქედი მოუხადოთ მათი ხსოვნის წინაშე. ჩვენმა გმირებმა თავი გაწირეს საქართველოსთვის და ყველა ჩვენგანს მისცეს მაგალითი თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს. მათი ხსოვნის უკტავყოფა და პატივისცემა არის ყველა ქართველის ღირსების საქმე. მე ვუსამძიმრებ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს. ეს არის ჩვენი ეროვნული ტრაგედია. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის გმირები. პატივის მისაღებად ქაშვეთის ტაძარში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო ბერაბიშვილმა, თბილისის მერმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა თანაგუნდელებთან ერთად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მიუსამძიმრებს. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც. სამძიმარი მინდა გამოუცხადო დაღუპული გმირების ოჯახებს, მათ ახლობლებს, ამ ჯარისკაცებმა საქართველოს მის მომავალს, მის თავისუფლებას შესწირეს საკუთარი სიცოცხლე და ამიტომ მათ ხსოვნას ეს ქვეყანა ჩვენი საზოგადოება ყოველთვის შეინახავს. არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით მინდა მიუსამძიმრო დაღუპული ოჯახის წევრებს და ვიზიარებ მათ წუხარებას. მოდით რომ პრეზიდენტის სახელითაც სამძიმარი გამოგვეთხო ოჯახებისთვის. არ საჭიროებს ახლა ჩემგან ახსნას რამდენად მძიმე დღეა, იცით რომ პრეზიდენტმა გამოაცხადა გლოვის დღეთ, ეს დღე იმისაც რომ უკდავყოფა მოხდეს ბიჭების სახელებისა. ალექსანდრე კვიცინაძე, ზვიად დავითაძე და ვახტანგ შანავა სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგაცლის პირველი ხარისხის ორდენზე წარადგინეს. სამივე გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედარს სამხედრო წესების სრული დაცვით დაკრძალავენ.